ცხადი ლოდები, ნამტრავი ნანგრევები, აქ ცხოვრობდნენ ოდესღაც მორკინალი დევები, ქვად ხმარობდნენ ზურგის წვავს, სისხლს საძირკველს წებოდა, მათი ხმალის ნაკრავით რასმი ილეწებოდა. კიდევ რომელი მეფეები გქონდათ? მეფე ლუარსაბი, რომელმაც რწმენას არ უღალატა მოწამეობრივად აღესრულა 30 წლის ასაკში, რის შემდეგაც წმინდანად შერაცხეს. მე გიორგი სააკაძევიცი, გათქმული მეომარი და თბილისის მოურავი. ვახტანგ მეექვსე, რომლის სახელი ქართული კულტურის გამაღვიძებას უკავშირდებოდა. ის იყო წიგნობარი, წერდა, თარგმნიდა სპარსულიდან სულხან საბასთან ერთად. სწორედ მისი მეფობის დროს გამოვიდა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი შოთა რუსთაველის ვეფხის აოსანი. სულხან საბა ორბელიანი, მას ეკუთვნის გამოკრებული სიბრძნე სიცრუეს. მე ვიცი დიდი ქართველები, რომლებიც ჩვენი კუთხიდან არიან. იაკობ ცურდაბელი, გრიგოლ ორბელიანი, შიო მღვიმელი. მადლობა ბავშვებო, თქვენ დამანახეთ ქართლი ისე რომ თავიდან შემაყვარეთ. ისთვისაც მადლობა. ახლა ჩაიწერეთ ახალი დავალება ქართლის შესანიშნაობები. აბა თქვენ იცით როგორ თემები გქონდათ? ნახოთ.